რა მოხდა ვაზისუბანში და რატომ სემეს ქართული ოცნების წევრი გოდერძის სპიტარიას თავს 4 ამ დრომდე დაუდგენელი პირი საცხოვრებელ სახლთან დაესხა და მსხვერპლს სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი ვაზისუბნის მერვე მიკრორაიონში მოხდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. ისინი სამგორის პოლიციაში დაზარალებული უკვე დაკითხეს. კოალიციის ნაცემი წევრი თავდასხმას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. უკაცრავად შეგიძლიათ გითხრათ რა მოხდა? ინციდენტი ჰქონდა, ჩხუბის ფაქტი იყო ალბათ და მოქალაქეს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ვინ იყო ეს ადამიანი? არც. შემდგომში გამოძიება გააგეს. გამოდი რა სიგარეტს მოწონოთ კიდე 4 პიროვნება წამოვიდა რა დაждდა ეგრევე ბარდიუზე ჩემ წინ სახლის წინ რა. და ეგრევე რა მოვინდა შენო ბიჭო ეგეთი რაღაც ვინ ახარო და რას მიყურებოდა ეგრევე პირდაპირ რა მათ მეტი არაფერი ეგრევე პირდაპირ ორმა დამატყარა და შევარდი რა სახში ეგრევე დაურეკე მე ძმაკაც მოთხარა ეს სიტუაცია არის მეთქი და გამოდი და ნუ აშკარად იყო რა დამოკიდებული ნუ ყველა მიცის რომ მე ქართულ ოცნებაში ვარ რა და ეგ იყო საბაბი რა ჩემი აზრით ყველაფერი ეგ იყო რა